მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო. თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად. და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება ცოტა ფილოსოფიურ საკითხს. შეიძლება თუ არა ბედის შეცვლა. ხშირად ვჩივით ხოლმე ადამიანები ჩვენს ბედზე, ჩვენს იღბალზე, ხშირად წარმოვიდგენთ სცენარებს, აი ესე რომ არ მომხდარიყო, ესე იქნებოდა, ესე რომ მექნა ან მეთქვა, ესე მოხდებოდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ ადამიანისთვის რო არ დამეკავშირებინა ცხოვრება, ჩემი ცხოვრება სხვანაირად იქნებოდა. თუმცა რეალურად თუ დავუჯერებთ იაპონურ სიბრძნეს, რომელიც ამბობს, რომ ბედი როგორც ასეთი ცალკე აღებული არ არსებობს, ეს არის თითოეული ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილების შედეგი, რომელსაც მოყვება შემდგომი პროცესები. ამიტომ რომლის მიმართულებისაც გწამთ ახლა თქვენ იაპონური სიბრძნის ჭეშმარიტებისა გჯერათ თუ მართლა გჯერათ ბედის ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ რეალურად ძალიან საინტერესო საკითხია. თუნდაც ახლა წინა პერიოდში ჩემი კლიენტები ვინც მოვიდნენ, რამოდენიმე მათგანმა დაიჩივლა ბედზე. აი რას მირჩევთ, ესე ჯობდა თუ ესე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ საკითხი არის ძალიან ვრცელი. ამიტომ გავშლი ორ ვარიანტად თქვენთვის ამ შეკითხვაზე პასუხს. მაგრამ სანამ გავშლი ამ საკითხს, მინდა გითხრათ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესო ცვლილების და სიახლის შესახებ. ხშირად მეკითხებით ხოლმე, როგორც პირად შეტყობინებებში, როგორც მიმოწერაში, ხშირად მაგალითად კომენტარებშიც ყოფილა ესეთი შეკითხვა დასმული, ვაკეთებ თუ არა ენერგეტიკულ წმენდებს. და აქამდე ყველა ჩემი პასუხი იყო ის, რომ არა, არ ვაკეთებ. ამ მიმართულებით ჩემს შემთხვევაში არ შეცვლილა განწყობა და დამოკიდებულება. სამყაროში ყველაფერი გეგმაზომიერად ხდება და ამიტომ მიმაჩნია, რომ ჯერჯერობით ეს საკითხი ჩემთვის უნდა იყოს ისე, როგორც არის ახლა, ანუ დარჩეს უცვლელად. თუმცა თქვენი მოთხოვნიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, რომ ბევრ ადამიანს, რასაც მე რეალურად ვუყურებ ჩემი პირადი გაშლების ფარგლებში, ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება ენერგეტიკული მხარდაჭერა, ჭირდება ენერგეტიკული შეზღუდვების, ბლოკების თუ ასე შემდეგ მოხსნა. სჭირდება უბრალოდ თვითშეფასების ამაღლება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი საკითხია. და მე ვისაც მივმართავ ხოლმე მოკლედ ამ მიმართულებით, ვთხოვე იმ ადამიანს და მაგალითად თუ თქვენი სურვილი და მოთხოვნაც იქნება შესაბამისად, მე დაგაკავშირებთ იმ კონკრეტულ პიროვნებასთან. ეხლა რატო კიდე მინდა რომ ერთი მნიშვნელოვანი თემაც აქვე განვმარტო ზოგადად, რატომღაც არის ხოლმე ისეთი წმენა წარმოდგენა, რომ თუ ჩავიტარებთ წმენდას, თუ ავანთებთ სანთელს, თუ წავალთ ტაძარში, თუ ამას გავაკეთებთ, აუცილებლად უნდა დადგეს ის შედეგი, რისთვისაც ჩვენ ამას ვაკეთებთ. და მივდივართ ზუსტად იმ შეკითხვამდე, რა შეკითხვის დასმაც მე მინდა დღეს ტაროსთვის, შესაძლებელია თუ არა ბედის შეცვლა. ნახეთ, ჩვენ ადამიანებს ადამიანური გონიდან გამომდინარე, ხშირად გვინდა ან არ გვინდა ისეთი საკითხები, ან ვერ ვხსნით რაღაცა გარკვეულ მოვლენებთან დაკავშირებულ თემებს და მიგვაჩნია, რომ ან სამყაროა უსამართლო, ან ცხოვრებაა უსამართლო და ასე შემდეგ. მოკლედ, ბევრი უკმაყოფილებები გვაქვს. ეს ერთი მომენტია. და მეორე მომენტია კიდე აქ ასევე ყურადღება მისაქცები, რომ როდესაც მივალთ ან ტაძარში, ან სანთელს დავანთებთ, ან აღსარებას ჩავაბარებთ, ან ენერგეტიკულ წმენდას გავიკეთებთ ხო პრაქტიკოსთან, სხედვართ მერე და ველოდებით შედეგს. აი ესე ველოდებით, რატომღაც მიგვაჩნია, რომ სანამ მუშაობს პრაქტიკოსი, ან სანამ მე ვილოცე, მერე იქ ზემოთ ზეცაში სადღაც სამყაროში ვარსკვლავები, მაღალი ძალები ყველა ერთად უნდა შეიკრდნენ, გაერთიანდნენ და მთელი ძალებით
უნდა მოახდინონ ჩემს საკითხზე კონცენტრაცია და დამეხმარონ. მე ხო ამისთვის ფული გადავიხადე, მე ხო ამისთვის დრო დავხარჯე, მე ხო ამისთვის რესურსი გამოვყავი, ხო, როგორც დროით, როგორც მატერიალური, ისე ემოციური, იმიტომ რომ ემოციური რესურსი რამხელა, ხო, ვიჯექი და ველოდე რეზულტატს, რომელიც რატომღაც არ დგება. არ ვიცი, ზოგ შემთხვევაში ეს რეზულტატი ძალიან სწრაფად დგება, ზოგ შემთხვევაში ეს შედეგები ან საერთოდ არ დგება, ან აგვიანებს. აი ეს არის ჩემო ძვირფასებო ბედთან დაკავშირებული საკითხი. ის რომ თვითონ უფალი ამბობს, რომ თუ გინდა არ დაიხრჩო, ხელი გაანძრიე და გაცურე, ეს არის ჩვენი რწმენის თემა. ან უფალმა ჩვენში სამყარომ მაღალმაძალებმა რომ რისიც გნებავთ რა ეგრეგორში და ხართ იმაზე ვისაუბროთ, მე არ მინდა უბრალოდ ზოგადად რომ დავკონკრეტდე ამ მიმართულებით, რომ არ შევზღუდო თქვენი აზროვნების თვალსაწიერი. მაგრამ რისიც გვჯერა, იმისიც უნდა გვჯეროდეს, რომ ის ძალები, რომელიც გვეხმარებიან ჩვენთვის საუკეთესო შედეგების განხორციელებაში. და თუ ჩვენ ადამიანური პრიზმიდან დანახული რაღაცა შედეგი უბრალოდ დღეს მინდა რომ აი მაგალითად ყველაზე ისეთი უტრირებული მაგალითი ეს მამაკაცი მინდა რომ ანდამაინც ჩემს გვერდით იყოს და ამ დროს არ არის ენერგეტიკული თანხვედრა თქვენსა და იმ მამაკაც შორის წმენდის დროს იქნება სანთლის ზანთების დროს თუ ნებისმიერი სხვა რიტუალის დროს ეს შედეგი რომ დადგეს თქვენ დაზიანდებით ან შესაძლოა დაზიანდეთ. ამიტომ მინდა რომ დღეს დავუსვა შეკითხვა ტაროს ესეთი ბედთან დაკავშირებით, შესაძლებელია თუ არა ბედის შეცვლა და აქვე თავისთავად ცხადია, ვისაც დაგაინტერესებთ წმენდასთან დაკავშირებული საკითხები, მომმართეთ პირადში და გადაგამისამართებთ ადამიანთან. უბრალოდ ერთი უნდა იცოდეთ, რომ წმენდა არის სხვადასხვა მიზნებს ემსახურება, ყოველთვის რა მიზანი და პრიორიტეტიც აქვს ადამიანს, ემსახურება კონკრეტულ შედეგებს ან პირიქით ამ შედეგებისგან თავის არიდებას, ხომ? და აუცილებლად საჭიროებს შეფასებას საკითხის, ნებისმიერი კონსულტაცია, რომელიც დაუშვათ ან გაგივლეთ ან მომავალში გაივლით ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელთან და პროფესიონალთან პირველი რასაც ეს ადამიანი აკეთებს არის ის რომ აფასებს თქვენს მდგომარეობას, აფასებს ბიზნესის მდგომარეობას, აფასებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ ნებისმიერ საკითხს წინასწარ სჭირდება შეფასება იმისათვის რომ მერე დაიგეგმოს რაციონალური და ამ საკითხთან დაკავშირებული არსებითი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები. მოკლედ სიტყვა რომ არ გამიგრძელდეს ძალიან, მე მგონი გასაგებად ავხსენი რისი თქმა მინდოდა და თქვენამდე ეს ინფორმაცია, ვისაც დაგაინტერესებთ, უკვე მოვიტანე. ახლა კი მივუბრუნდეთ ჩვენს საჯარო გაშლას კითხვაზე, შეიძლება თუ არა ბედის შეცვლა. ორი ვარიანტი გვექნება დღეს და პირველი ვარიანტი არის, აი ჩაიფიქრეთ, ოღონდ ერთი ზოგადად რაღაცა ბედი არა, ერთი კონკრეტული საკითხი ჩაიფიქრეთ აუცილებლად, რასთან დაკავშირებითაც გაინტერესებთ ამ თემის გაშლა და ვნახოთ თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს, მეორე შეკითხვა იქნება როგორ უყურებს ამ საკითხს სამყარო და მესამე შეკითხვა იქნება რჩევა სამყაროსგან ამ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით. აი ესეთი თემა გვაქვს დღეს. ვნახოთ ახლა. გეუბნებით კიდევ ერთხელ ჩაიფიქრეთ ერთი ვარიანტი, ერთი საკითხი აუცილებლად, რასთანაც გაინტერესებთ ეს პასუხი, რასთან დაკავშირებითაც. ვარიანტი პირველი, თქვენ როგორ უყურებთ თემას, რომელიც ჩაიფიქრეთ, აი ესე ვარიანტი და ვარიანტი მეორე, თქვენ როგორ უყურებთ თემას, რომელიც ჩაიფიქრეთ. ესეთი ამბავი გვაქვს ჩვენ აქ. ნახეთ დასტის ბოლოს რა საოცარი არკანი გვაქვს სულელი და ამ დასტაზე ეს არკანი განსაკუთრებულად
ყურადსაღები და მნიშვნელოვანი თემაა. იმიტომ რომ დააკვირდით გოგონა, რომელიც მოდის თითქოს გონია რომ ბილიკზე, აქეთ ყვავილებს აკვირდება, იქით ლამაზი პეიზაჟებით და ცის ფერით ტკბება, თუმცა სინამდვილეში ეს ბილიკი არის ნიანგი. აქედან გამომდინარე ბედთან ძალიან დაკავშირებულია ეს საკითხი და ძალიან მიხარია რომ ეს დასტა სწორად ავირჩიე და შევარჩიე დღევანდელი საჯარო გაშლისთვის. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე, როგორ უყურებთ, კითხვა გვაქვს პირველი, როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხს, რომელიც ჩაიფიქრეთ. როგორ უყურებთ თქვენ ამ საკითხს? ეხლა ვნახოთ დროიდების დასტით. სამყარო როგორ უყურებს ამ ყველაფერს? როგორ უყურებს სამყარო თქვენს ჩაფიქრებულ თემებს ბედთან დაკავშირებით? ნახოთ, რა საინტერესოა, ძალიან ჩქარობს ინფორმაცია თქვენთან აშკარად. ნახოთ. ვარიანტი პირველი, როგორ უყურებს სამყარო საკითხს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ესე. და ვარიანტი მეორე, როგორ უყურებს სამყარო საკითხს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ესე. აქაც რა საინტერესოა, ნახე, სამყარო ზის და ელოდება. 4-იანი ხმლები ზის და ელოდება. სამყაროს არსად არ ეჩქარება, ეს გვეჩქარება ჩვენ ადამიანებს. და ეხლა ვნახოთ რჩევა. სამყაროს რჩევა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. ნახოთ. ნახოთ. რას გვირჩევს სამყარო საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფიქრა პირველმა ვარიანტმა და საკითხთან დაკავშირებით რჩევა, რომელიც ჩაიფიქრა მეორე ვარიანტმა. აქაც სასწაულია. 5-იანი კვერთხები. დააკვირდით, 2 ქალი, ერთ ცეცხლში, თავში უნთია ცეცხლი, მეორეს გულში. სასწაულია. დღეს საოცრად მესაუბრება ტარო და უღრმესი მადლობა სამყაროს ამისთვის და ამ ძალისთვის. მოკლედ, ან აირჩიეთ ჩემო ძვირფასებო ვარიანტების მიხედვით, ან აირჩიეთ მინერალების მიხედვით. მინერალი პირველი, მთის ბროლი, ვარიანტი პირველი, მთის ბროლი, აი ესე, იქ რო კარგად ჩანდეს და ვარიანტი მეორე, ამეთვისტო. აი ესე. კითხვას შეგახსენებთ, შესაძლებელია თუ არა ბედის შეცვლა. აი ესეთი საკითხი გვაქვს და გთხოვთ ჩაიფიქროთ ერთი კონკრეტული თემა, რაზეც გსურთ ამ კონკრეტულ შემთხვევაში და ამ საჯარო გაშლის ფარგლებში პასუხის მიღება. ნუ ჩაიფიქრებთ ზოგად საკითხს, იმიტომ რომ ზოგადად ძალიან რთულია საჯარო გაშლის ფარგლებში ვით უმეტეს, როცა ძალიან ბევრი ადამიანი უყურებს ამ თემის გარჩევა და სწორი პასუხების მიღება, ისეთი პასუხების, რომელიც თუნდაც არ საუბრობ გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ, თუნდაც გარკვეული ტიპის მინიშნებას ან მიმართულებას მოგცემთ. ამიტომ ერთი საკითხი აუცილებლად. აქვე შეგახსენებთ, რომ არ უნდა დაგავიწყდეთ არხის მოწონება, გამოწერა, გაზიარება ვიდეოსი, თუ ამას საჭიროთ ჩათვლით და თქვენი უკავშირის დატოვება ვიდეოს კომენტარებში. ასევე შემოკარგებო, გუშინ დავდე Facebook-ში, ამავე დასახელების Facebook გვერდი არსებობს, შეკითხვა და თქვი ესეთი რაღაც, თუ გამომწერთა რაოდენობა, იქ ძალიან ცოტა აქტივობა სამწუხაროდ, ჯერჯერობით სულ რაღაც 200 ადამიანია მე მგონი. თუ გამომწერთა რაოდენობა Facebook პლატფორმაზე აცდება 1000 ადამიანს, მე დავდე პირობა, რომ ყოველკვირეულ გავაკეთებ ჯგუფს და ყოველკვირეულ გაშლებს შემოგთავაზებთ
ჯგუფის წევრებისთვის. ეს იქნება ცალკე შედეგი თქვენი აქტივობისა. მე ყოველთვის ვცდილობ, რომ მართლზომიერი ვიყო ენერგეტიკულ მიმოცვლაში, ამიტომ თქვენი ინტერესი განსაზღვრავს ჩემს შემდგომ ქმედებებს ამ თვალსაზრისით. ამიტომ ვისაც გსურთ ჩემგან პირდაპირ ყოველკვირეული გაშლების მიღება ხოლმე, გადმოდით Facebook პლატფორმაზე და გამოიწერეთ, მინიმუმ 1000 ადამიანი გჭირდება. მოკლედ ასე, დღეს ბევრი ინფორმაციებით დაგვტვირთეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა საჭირო იყო და გადავიდეთ პირველ ვარიანტზე, მთის ბროლი. და ვნახოთ თქვენ როგორ უყურებთ საკითხს, პირველი ვარიანტი იმასთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფიქრეთ. ძალიან საინტერესო სიტუაცია გვაქვს. ნახეთ, ჩემო კარგებო, საკითხს თქვენ როგორ უყურებთ და მოვიდა ესეთი 3 არკანი. დააკვირდით არკანებს. და პირველი ენერგეტიკული არკანი მოვიდა 8-იანი ხმლები. საკითხის სადმი თქვენი დამოკიდებულება, ანუ იმ თემის სადმი თქვენი დამოკიდებულება, რომელიც ჩაიფიქრეთ, არის ცოტა არაერთგვაროვანი და რა თვალსაზრისით არაერთგვაროვანი. თქვენ მიგაჩნიათ თითქოს, რომ იმსახურებთ მეტს. იმიტომ რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც აქვს ფრთები, რომელსაც აქვს ძალიან დიდი რესურსი, აქვს ძალიან დიდი შეიძლება ან ცოდნა, ან ასე შემდეგ, მაგრამ ამას ვერ აფასებენ, ვერ იყენებენ და პირველ რიგში თითქოს თქვენ ექცევით საკუთარი შეხედულებების ტყვეობის ქვეშ. რატომ ვამბობ, რომ საკუთარი შეხედულებების ტყვეობის ქვეშ? აქ არკანს თუ კარგად დააკვირდებით, ფრთებიც გაქვთ. გალიათ საკმარისად გახსნილია იმისათვის, რომ შეძლოთ და ამოხვიდეთ, მაგრამ თქვენ არჩევთ აი აქ, აი ამ პოზიციაში ყოფნას, არჩევთ მსხვერპლის როლში ყოფნას. ანუ თქვენი დამოკიდებულება არის ესეთი, რომ თითქოს გაქვთ ყველაფერი, მაგრამ არ იყენებთ არაფერს. აბსოლუტურად არაფერს არ იყენებთ და ელოდებით მხსნელს, არ ვიცი, რაღაც მაღალ ძალებს, რაინც შეიძლება ზოგი ელოდება ცხენზე ამხედრებულს, რომ ვიღაცა მოვა და გადაგარჩენთ. აი, აქ ძალიან კარგად მეხმიანება მე თუნდაც რითიც დღევანდელი საჯარო გაშლა დავიწყე იაპონური სიბრძნე, რომ გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ დღეს, აუცილებლად შედეგებს აისახება შედეგებში, რომელსაც მივიღებთ ხვალ. ახლა თქვენზეა ჩემო კარგებო, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, ხო? ემოციური მდგომარეობა აქ თქვენი მე არ მომწონს, იმიტომ რომ ხართ გარკვეულ ილუზიებში, ჩემო კარგებო, იმ საკითხთან დაკავშირებით, რაც ჩაიფიქრეთ და ეს ილუზიური დამოკიდებულებები, შეხედულებები თუ შესაძლოა შეიძლება სხვისგან მოწოდებული შეფასებები, რომ აი შენ ესეთი კარგი ხარ, აი შენ ესეთი კარგი ხარ და უკეთესი იმსახურებ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, თქვენს ეგოს კვებავს მხოლოდ, მაგრამ არ აჯანსაღებს თქვენს რეალურ ცხოვრებისეულ ხარისხს. ამიტომ თქვენი შეხედულება საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ჩაიფიქრეთ, მეტარო მეუბნება, რომ ცოტა გადაჭარბებულია, ცოტა ილუზორულია და აქტიური ქმედებებისგან აბსოლუტურად შორს არის. ეს არის ემოციები, ეს არის რაღაცა მოლოდინები, რაღაცა იმედები, რომელთა თუნდაც ასრულება ან გეგმები ასრულებისთვის თქვენ რეალურად არაფერს არ აკეთებთ, ჩემო ძვირფასებო. ნახოთ ახლა სამყაროს დამოკიდებულება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ. როგორ უყურებს ამ ყველაფერს სამყარო? რა საინტერესოა, ნახეთ. 7-იანი ხმლები გვაქვს, ნახეთ, 7-იანი ხმლები გვაქვს, 10-იანი თასები და გვაქვს 7-იანი პენტაკლები. სამყაროს დამოკიდებულება სასწაულია, უნდა განახოთ ეს არკანებიც აუცილებლად. ნახეთ, შეხედეთ როგორი ბრძენკაცი ზის სამყაროს დამოკიდებულებაში. სამყარო გეუბნება, რომ დაიჯერეთ, თქვენ ეს შეგიძლიათ. სამყაროს დამოკიდებულება რა არის, იცით, მიდით და მოწყვიტეთ. თქვენ ეს
ხელგეწიფებათ აიღეთ ეს ნაყოფი, რომელსაც გიწოდით სამყარო, მაგრამ არავინ არ ამოვა ნახეთ და თქვენს ნაცვლად მოსაკრებს, თქვენს ნაცვლად გასაღებს, თქვენს ნაცვლად განსახორციელებელ ნაბიჯებს არავინ არ გადადგავს, ჩემო ძვირფასებო. ამიტომ პირველ ვარიანტს თუ აქ იმის მოლოდინი მე წეღან ვახსენე რომ ველოდებით რაღაცას, ნურაფერს ნუელოდებით, თქვენი გასაკეთებელია და დგება საოცარი შედეგი 10-იანი თასები. ნახეთ როგორი ბედნიერება, სიუხვე, ხვავი, ბარაკა, კეთილდღეობა, ყველაფერია ამ არკანში ჩატეული, აბსოლუტურად ყველაფერი და აქვეა ცისარტყელა, რომელიც არის იმედის, რწმენის, შთაგონების და სამყაროსეული მაღალი ძალების მხარდაჭერის სიმბოლო. სამყარო როგორ უყურებს საკითხს, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ, სამყარო უყურებს იმას, რომ აქ და ამჟამად ენერგეტიკულად თემა მომწიფებულია, ენერგეტიკულად ყველაფერი მზად არის იმისათვის, რომ თქვენ საჭირო შედეგი მიიღოთ, ერთადერთი რაც უნდა გააკეთოთ არის ის, რომ გამოხვიდეთ თქვენი ილუზიებიდან, გამოხვიდეთ თქვენივე საკუთარი თავის ტყვეობიდან, ამ გალიაში თქვენ გარდა არავინ არ ჩაუსვამს, მხოლოდ თქვენ ჩასვით საკუთარი თავი, გამოხვიდეთ საკუთარი თავის ტყვეობიდან და დაიწყოთ აქტიური ქმედებები თქვენი ოცნებების, თქვენი მიზნებისა და გეგმების ასასრულებლად. და ეხლა ვნახოთ რჩევა რა არის, ხო? სამყარო როგორ უყურებს ამ ყველაფერს. და წარმოიდგინეთ არკანი მაგი მოვიდა პირველი ჩემო კარგებო აქ. მოვიდა არკანი იმპერატრიცა, როგორ მიყვარს და მოვიდა ორიანი ხმლები. ესეც ძალიან სიმბოლურია, პასუხი სამყაროსგან რჩევის სახით. ნახეთ, თქვენ თუ გადაწყვეტთ, თქვენ თუ მიიღებთ, თქვენ თუ აიღებთ თქვენ სწილ პასუხისმგებლობას, მაშინ დადგება ის შედეგი აუცილებლად, რაც თქვენ გინდათ რომ დადგეს. სხვა შემთხვევაში არანაირი შედეგის მოლოდინი არ გქონდეთ. სამყარო ამ საკითხს უყურებს ასე. ანუ პირველ ვარიანტო რომ შევაჯამოთ, თქვენთვის პასუხი ბედის შეცვლა შეიძლება თუ არა, პირდაპირ მეუბნება რომ კი შესაძლებელია, მაგრამ უნდა გინდოდეთ, იმდენად ძალიან უნდა გინდოდეთ, რომ არ არსებობდეს არანაირი დაბრკოლება, არანაირი შებოჭილობა, არანაირი ვიღაცის შემოძახებული სიტყვის საჭიროება, ან კარგის, ან ცუდის, არაფერი თქვენ არ გჭირდებათ, ერთადერთი გჭირდებათ, რომ დაიჯეროთ, რომ გამოგივათ, დაიჯეროთ, რომ სამყარო თქვენ გვერდით არის და ყველაფერი იქნება ისე, როგორც საჭიროა თქვენთვის საუკეთესო შედეგების თვალსაზრისით. საკითხი, რომელიც თქვენ ჩაიფიქრეთ და კითხვა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ტაროს დაუსვით, შეიძლება თუ არა ბედის შეცვლა, პირველი ვარიანტი გიდასტურებთ, შეიძლება. ოღონდ ვისაც შეუძლია რომ ეს ბედი შეცვალოს, ხართ მხოლოდ და მხოლოდ თქვენ, ჩემო კარგებო. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად, პირველი ვარიანტი. შეგახსენებთ რომ არ უნდა დაგავიწყდეთ არხის მოწონება, ვიდეოს დაკომენტარება, გაზიარება და ასე შემდეგ. და ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. ამეთვისტო. ნახოთ მეორე ვარიანტი, თქვენ როგორ უყურებთ საკითხს, რომელიც ჩაიფიქრეთ. ნახოთ, არკანი იმპერატრიცა გვყავს აქ, არკანი სამიანი კვერთხები და ხმლების დედოფალი. არაჩვეულებრივია მეორე ვარიანტი. საკითხს, რომელსაც თქვენ როგორ უყურებთ, ანუ თქვენ რომელიც ჩაიფიქრეთ, პრინციპში მე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიანაც რაციონალურად უყურებთ, ძალიან გაცნობიერებული გაქვთ ამ საკითხის მოსალოდნელი შედეგებიც მათ შორის და აქედან გამომდინარე ზუსტად იცით როგორ შეიძლება მიხვიდეთ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ. რატომ მინდა რომ აღვნიშნო ეს სიტყვა არ ვიცი, მაგრამ მე მგონია რომ აქ თქვენ ზვერავთ სიტუაციას, საკითხს რომელიც ჩაიფიქრეთ, თქვენ აკვირდებით და აი ეს დაკვირვება ინიცირებულია იქიდან გამომდინარე, რომ შეარჩიოთ საუკეთესო დრო თქვენი მოქმედებების დასაწყებად. აი ესე უყურებთ თქვენ საკითხს მეორე ვარიანტი. ნახოთ სამყარო როგორ უყურებს იმ საკითხს, რომელიც ჩაიფიქრეთ.
ხუთიანი ხმლები მოვიდა აქ მეორე ვარიანტთან, მოვიდა არკანი განდეგილი, საინტერესოა და ცხრიანი ხმლები. სამყარო როგორ უყურებს საკითხს, რომელიც ჩაიფიქრეთ ჩემო კარგებო და სამყარო გეუბნებათ, რომ ზუსტად დაფიქრდით. ეს ის არის, რაც ნამდვილად გინდათ, მეორე ვარიანტი. ეს ის არის, რაც ნამდვილად გინდათ. ყველა თქვენგანმა მე ვიდეოს დასაწყისში ვახსენე, რომ აუცილებლად უნდა ჩაიფიქროთ ერთი საკითხი და მიიღოთ ერთი პასუხი ამ საკითხთან დაკავშირებით. თქვენი შეხედულება სამყაროსთან მიმართებაში არის აბსოლუტურად საწინააღმდეგო, რაც პირველ ვარიანტთან. პირველ ვარიანტს საკუთარი თავის არ სჯერა და ვერ მოქმედებს. აი მეორე ვარიანტს საკუთარი თავის იმდენად სჯერა, რომ მოსალოდნელ შედეგებს მიუხედავად იმისა, რომ ზვერავთ და მე აქ უსაფრთხოებაც აღვნიშნე და ვახსენე, მაინც სამყაროს დამოკიდებულება არის კითხვითი ნიშნით წარმოდგენილი. ეს ის არის, ნამდვილად არის ის, რაც თქვენ გინდათ? იმიტომ რომ სამყაროს ენერგეტიკულად ამ საკითხთან მიმართებაში თავისი შეხედულება აქ შეიძლება ითქვას და სამყარო გეუბნებათ, რომ გამოიყენეთ წარსული გამოცდილება, კარგად გაანალიზეთ პროცესები და დარწმუნდით, რომ ეს ნამდვილად გინდათ, იმიტომ რომ შედეგი, რომელიც შესაძლოა აქ დადგეს, პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება არც ისეთი სახარბიელო იყოს, როგორც ახლა, აი ამ ეტაპზე გაქვთ თქვენ წარმოდგენილი. და ეს სახარბიელო შედეგები ვისი ბრალი იქნება თუ არა მხოლოდ და მხოლოდ თქვენი წინა განხორციელებული და გადადგმული ნაბიჯების, ხომ? ამიტომ პასუხისმგებლობის ნაწილში, ვისაც ამ შედეგებზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს, სამყარო გეუბნებათ პირდაპირ ამას ჩათვალეთ ვერბალურად ასე ვაჟღერებ პირდაპირ სიტყვიერად, რომ იქნებით მხოლოდ და მხოლოდ თქვენ და მე არ იწუწუნოთ. მერე არ დაიწყოთ რაღაცა ტუჩზე კბენანი როგორც იტყვიან, ხო? გამოთქმა რო გვაქვს ესეთი. არ დაიწყოთ, იმიტომ რომ აქ თითქოს რაღაცა ისეთ ეპოტინებით, რაც თქვენი ენერგეტიკული თვალსაზრისით თქვენი არ არის რაღაცას ეპოტინებით ისეც, რაც თქვენი არ არის, ჩემო კარგებო. ამიტომ შედეგები, რომელიც შესაძლოა სხვისი რაღაცის, შეიძლება თქვენი ეს თავისუფალია ვიღაცა ან რაღაცა და აიღოთ უბრალოდ დევს იქ მაგალითად, ხო? მაგრამ ის რომ იმ მომენტში თქვენ იმ რაღაცის პატრონს ვერ ხედავთ, ეს არ ნიშნავს, რომ ის რაღაცა თავისუფალია და ესე შეგიძლიათ ნებისმიერ რაღაც აიღოთ და სახლში წამოიღოთ. ნუ ეს რა თქმა უნდა მაგალითს ვამბობ აბსოლუტურად ზოგადს, მაგრამ მოარგეთ თქვენ საკითხზე. აი ესეთ თემას მეუბნება აქ პასუხად ტარო დღევანდელ შეკითხვაზე ბედთან დაკავშირებით და ვნახოთ რჩევის სახით რას გირჩევთ. საინტერესო 10-იანი ხმლები, ნახეთ ჩემო კარგებო, 10-იანი ხმლები მოვიდა აქ. მოვიდა კვერთხების დედოფალი და მოვიდა თასების 5-იანი. იმდენად ებმის ენერგეტიკულად ეს გაშლა ერთმანეთს პირველიც და მეორე ვარიანტიც, რომ აი მე თვითონაც მართლა გაოცებული ვარ. ნახეთ რჩევა სამყაროსი რა არის. თქვენ კი ხართ კვერთხების დედოფალი, თქვენ კი ხართ ადამიანი, ნუ მამაკაცებსაც და ქალებსაც ეხება, იმიტომ რომ ჩვენ ხო ენერგიებით ვსაუბრობთ აქ, ხომ? თქვენ კი ხართ ადამიანი, რომელმაც იცის, ზუსტად იცის მიზანი საიდკენაც მიდის. თქვენ კი ხართ ადამიანი, რომლისთვისაც ფაქტობრივად არ არსებობს დაუძლეველი გამოწვევები, მაგრამ აი ეს ისე შემთხვევაა, როდესაც სამყაროს პოზიცია არის რომ დაფიქრდეთ, არის რომ გაჩერდეთ, არის რომ გაანალიზოთ ყველაფერი, რაც გაქვთ და რაც გექნებათ, აი ამ კონკრეტულ მიზანთან დაკავშირებით თუ ის სისრულეში მოიყვანეთ და არის გაფრთხილება. იმიტომ რომ სასწორზე თუ დადებთ იმაზე მეტს, ვიდრე ამ სასწორის თანაბრობისთვის საჭიროა, ეს სასწორი აუცილებლად დაკარგავს წონასწორობას. ახლა თქვენ გამოიტანეთ დასკვნები, ახლა თქვენ მოარგეთ ეს სიტუაციები თქვენს თავზე.
ძალიან დიდი მადლობა ჩემო კარგებო, რომ იყავით ჩემთან ერთად. მე იმედი მაქვს, რომ საინტერესო საჯარო გაშლა გამოგვივიდა. კითხვა გქონდა ესეთი, შესაძლებელია რა თუ არა ბედის შეცვლა, აუცილებლად გადაახვიეთ დასაწყისში, იმიტომ რომ იქ ვაჟღერებ ინფორმაციას, რომელიც ვფიქრობ, რომ საინტერესო იქნება თქვენთვის და თუ ეს ასე იქნება, გელოდებით ყველას დეტალებთან დაკავშირებით პირად შეტყობინებებში. ასევე პირად და ინდივიდუალურ გაშლებთან დაკავშირებითაც შეგიძლიათ მომმართოთ YouTube-ზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე ან Facebook-ზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რომელიც რა თქმა უნდა ერთი და იგივეა, WhatsApp-ში, Viber-ში ან Telegram-ში. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად, რომ მისმენდით და შევხვდებით უახლოეს მომავალში. დროებით.